იავნანა ვარდოვნანა იავნანი ექიმები დაუნდებლობის გამო პირველი შვილი დამეღუპა უყურადღების გამო გაჭირებულ ადამიანს არანაირი ყურადღებას არ მაქცევდნენ შუმკვდარი დედისთვის ერთადერთი იმედის ნაპერწკალი მისი მეორე გოგონა ხატია იყო. თუმცა ცხოვრება სასტიკი აღმოჩნდა. ხატია უკვე 26 წლისაა და მისი ხმა როგორია, ეს საერთოდ არავინ იცის. დიახ, გოგონას არათუ საუბარი, გერების წარმოთქმაც კი არ შეუძლია. ვერც გადაადგილდება. მას თავის ტვინი სერიოზული დაზიანება აქვს. როდესაც უცხო ადამიანს ხედავს, თავს ზემოთ არსებს, რადგან შიში აქვს. ბავშვობაში მისი თანატოლები დასცინოდნენ, ზოგი კი ქვებზე სვროდა. ნეტა ისი არ მოკვდი, რომ დედა დამიძახოს. ვარ მეორე ჯგუფის ინვალიდი და სიარულიც არ შემიძლია, მაგრამ ვატან ძალას არომა ამ ბავშვი მშიერი რო არ მყავდეს, უსუფთავო არ მყავდეს. მე თვითონ ვაბანავებ, მე თვითონ ვაჭმევ, ჭალაში დავდივარ და აი ეს ბიჭები მომაგდა, ამით ვავთბობ ჩემი ავანტყოფსა და მე თვითონ ინვალიდი გალიფთბები. შეხედეთ, ცხოვრების უსამართლობამ ხატიას 54 წლის მამა 80 წლის მოხუცად აქცია. ოთარი აფხაზეთის ომში წინა ხაზზე იბრძოდა. ომში დაღუპვას გადაურჩა, მაგრამ ცხოვრების უსამართლობას ვერ დააღწია თავი. ეს არის სასოწარკვეთილი მამა, რომელიც თოჯინას ეფერება და გულში ნატრობს. იქნებ სასწაული მოხდეს და ამ თოჯინამ მაინც დამიძახოს. მამა, არ მოგეჩვენათ, კარტონებს აწყობს საბრალო ცოლქმარი გატეხილსაწოლზე. მიუსაფარი ძაღლიც კი ვერ დაიძინებს აქ. მთელ კედლებზე მოდებული სოკო ისე წამლავს ორგანიზმს, რომ აქ გადარჩენა უბრალოდ შეუძლებელია. ღვთისმიერო ადამიანებო, გადაარჩინეთ საბრალო ოჯახი. ისინიც ხომ უფლისშვილები არიან. ეს დიდი სიკეთე აუცილებლად წინ დაგხვდება თქვენი ცხოვრების ყველაზე რთულ გზაზე. უკვალოდ ხომ არაფერი იკარგება. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.